ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში არსებულ იშვიათ მინერალებზე მიიღებს წვდომას. მათ შორის იმ ელემენტებზეც, რომლებიც სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის არის აუცილებელი. შეთანხმება კვირის ბოლოს უნდა გაფორმდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამ შეთანხმებას მხარს უჭერს, დიდი ხანია სკეპტიკურად უყურებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას, რომელიც მოიცავს ქარისა და მზის ენერგიას, ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრიფიკაციას და ყველა იმ მიმართულებას, რომელთა განვითარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს მინერალები დასჭირდება. ამერიკა-უკრაინის კრიტიკული მინერალების შეთანხმება საინტერესოა, რადგან ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირველი დიდი შეთანხმებაა უკრაინასთან. თუმცა ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს საკითხი ცოტა გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი. უკრაინას მართლაც აქვს საინტერესო ნახშირწყალბადოვანი რესურსები, ნავთობი, გაზი და ქვანახშირი, მაგრამ რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, კი რესურსები არსებობს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მათი მოპოვება მომგებიანი იქნება. საუბარია მაგალითად ლითიუმზე, თუმცა იმ საბადოებზე არსებული ინფორმაცია საბჭოთა პერიოდის დროინდელია. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს მონაცემები და რამდენად ღირებულია ეს საბადოები. ქვეყნები სხვადასხვანაირად საზღვრავენ, რომელი მინერალებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა 50 კრიტიკული მინერალი დაასახელა, ხოლო უკრაინას მათგან 20-ზე მეტი აქვს. თუ დონალდ ტრამპი ამ ტენდენციის წინააღმდეგია, მაშინ რატომ ცდილობს ამ მინერალებზე წვდომის მიღებას? პირველი, ტრამპის ადმინისტრაციის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ კრიტიკული მინერალები ყოველთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად მიაჩნდათ, რადგან იცოდნენ, რამდენად ძლიერი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩინეთზე. ამიტომ უკვე მაშინ განხორციელდა პირველი დიდი ინიციატივები, რომლებიც გულისხმობდა მოწყვლადობის შეფასებას და იმაზე ზრუნვას, რომ მთავრობას ყოლოდა სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას აკვირდებოდნენ. ეს დღესაც არ იცვლება. შესაძლოა ქარის ტურბინები ნაკლებად იყოს ან ელექტრომობილებზე გადასვლა შედარებით ნელ მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს და ტრამპის ადმინისტრაცია მიცის, რომ ამ მიმართულებით ამერიკულ ავტოწარმოებლებს მომზადებას სჭირდებათ. ეს ასევე ნიშნავს, რომ მათ უფრო დიდი წვდომა უნდა ჰქონდეთ კრიტიკულ მინერალებზე. ტიტანის საბადოები, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული. ტიტანს იყენებენ თვითმფრინავების ფრთების, აეროკოსმოსური ინდუსტრიის, საზღვაო აღჭურვილობის, ქიმიური დამუშავებისა და სამედიცინო მოწყობილობების წარმოებაში. უკრაინას ასევე აქვს ლითიუმი, რომელიც თანამედროვე აკუმულატორების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს და ურანი, რომელიც გამოიყენება ბირთვული ენერგიის, სამედიცინო ტექნიკისა და იარაღის წარმოებისთვის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სუფთა ენერგიის პოლიტიკისგან თავის შორს დაიჭირა და ყურადღება ენერგეტიკულ დომინირებაზე გადაიტანა, რაც ძირითადად ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარებას გულისხმობდა.